ისევ ერიადში, ისევ მოლაპარაკებებზე. ამერიკული და რუსული დელეგაციები დილიდან საუბრობენ. თემა ბევრია, თუმცა დღეს მხარეები ყურადღებას ერთ კონკრეტულზე ამახვილებენ. აქცენტი ეგრეთ წოდებული მარცვლეული შეთანხმების აღდგენაზე კეთდება, რომელიც ამოწურვამდე შავი ზღვის აკვატორიუმში სურსათი დატვირთული გემების მიმოსვლისთვის უსაფრთხო დერეფანს უზრუნველყოფდა. ეს კი შავ ზღვაში დარტყმებზე მორატორიუმის ტოლფასია, რაც ამერიკული მხარის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანია. სამშვიდობო დარეგულირების საკითხზე აშკარად არსებობს საერთო გაგება. რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს, ამ მიმართულებით ჩვენი დელეგაციები ელ-რიადში საუბრობენ. დარეგულირების საკითხის ირგვლივ ძალიან ბევრი განსხვავებული ასპექტია გასავლელი. დღის წესრიგში არის შავი ზღვის ინიციატივისა და მის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები. ეს იყო პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივა, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი დაეთანხმა და სწორედ ასეთი მანდატით გაიმგზავრა ჩვენი დელეგაცია ელ-რიადში. ეს პირველ რიგში ნაოსნობის უსაფრთხოებას ეხება, თუმცა თუ გახსოვთ მისი პირველადი სახე. მასში ვალდებულებების საკმაოდ დიდი ნაწილი იყო გაწერილი ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს კი წარსულში არ შესრულებულა, ამიტომ დღეს ეს განიხილება. ამ ინტერვიუში კრემლი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი პუტინის განკარგულება ძალაში რჩება და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მხრიდან დარტყმები არ მიმდინარეობს. კიევი მოსკოვს საწინააღმდეგოში ადანაშაულებს. პარალელურად რუსეთი გაორმაგებული ძალებით უტევს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. დღეს სუმის, გუშინ კი ზაპოროჟიეს ოლქებში მასიური რუსული დარტყმები განხორციელდა. არის მსხვერპლი, მათ შორის მცირე წლოვნები. ყოველ ღამეს მოაქვს რუსეთის მასობრივი დარტყმა დრონებით, დაახლოებით 100 შაჰედი ყოველჯერზე. 11 მარტის შემდეგ ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შეთავაზება მაგიდაზეა და მისი შეჩერება შესაძლებელი იყო. თუმცა ყოველდღიურად ცინიკურ თავდასხმებს ვიღებთ. ჩვენი გუნდი მუშაობს კონსტრუქციულად, დისკუსიები კი საკმაოდ სარგებლიანია. დელეგაციების მუშაობა გრძელდება. არ აქვს მნიშვნელობა, რასგან ვიხილავთ. პუტინს უნდა უბიძგონ, რომ გასცეს რეალური ბრძანება დარტყმების შეჩერებაზე, რადგან ომი უნდა წაიღოს მან, ვინც ის მოიტანა. ზეწოლის გარეშე მოსკოვი გააგრძელებს რეალური დიპლომატიის მიმართ უპატივცემულობას და სიცოცხლეების განადგურებას. რუსეთზე უფრო მეტი ზეწოლა უნდა განხორციელდეს, რათა მან შეაჩეროს ეს ტერორი. ეს დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ევროპაზე და სხვებზე მსოფლიოს გარშემო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Times-თან ინტერვიუში გამოთქვა აზრი, რომ რუსეთმა ამერიკულ დელეგაციაზე გავლენის მოხდენა მოახერხა. იმდენად, რომ CIA-ის მონაცემებზე მეტად თეთრ სახლში მოსკოვის სიტყვებს ენდობიან. პრეზიდენტს არგუმენტად ვაშინგტონის ის გზავნილები მოჰყავს, რომლებიც კრემლის ნარატივებს იმეორებს, იქნება ეს კურსკში არსებულ სიტუაციაზე თუ სხვა. ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი არც მალავს, რომ პუტინის სჯერა. მე ვგრძნობ, რომ პუტინს მშვიდობა უნდა. პრეზიდენტს გასულ კვირას ჰქონდა ორი ძალიან პროდუქტიული ზარი. ერთი პრეზიდენტ ზელენსკისთან, მეორე კი პრეზიდენტ პუტინთან. მე მათ ვესწრებოდი. ორივეს ვუსმინე და ორივეგან საუბარი შეეხებოდა ხანგრძლივ მშვიდობას. გასულ კვირას ამ მხრივ ძალიან დიდი პროგრესი იყო. მე ასევე ვერ ხედავ, რომ პუტინს მთელი ევროპის აღება სურდეს. ახლა განსხვავებული ვითარებაა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს. მაშინ ნატო არ არსებობდა. ვფიქრობ, ევროპელებიც მიდიან ამ შეგნებამდე. პრეზიდენტი ტრამპის დღის წესრიგია სიკვდილის დასრულება. ორივე მხარესთან კომუნიკაციისა და მათი მოსმენის გარეშე ეს ვერ მოხერხდება. ერიადში რჩება უკრაინული დელეგაციაც, რომელმაც 23 მარტს ამერიკელებთან შეხვედრა უკვე გამართა. მთავარი თემა ენერგეტიკულ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს ეხებოდა. უკრაინული მხარე შეხვედრებით კმაყოფილია, თუმცა მიანიშნებს, რომ ის ტექნიკური ხასიათისაა და რეგულარული მოლაპარაკებების ყოველი რაუნდის შემდეგ ვრცელი განცხადებები არ იქნება. ჩვენ დავასრულეთ შეხვედრა ამერიკულ გუნდთან. ეს დისკუსია იყო ნაყოფიერი და ფოკუსირებული. შევეხეთ საკვანძო საკითხებს, მათ შორის ენერგეტიკას. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიზანია დაიცვას ხანგრძლივი და მყარი მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. უფრო ფართოდ კი ევროპისთვის. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს მიზანი რეალობად იქცეს. გავრცელებული ინფორმაციით რუსულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ამერიკელები უკრაინელებს ისევ შეხვდებიან. კიევს ადგილზე ენერგეტიკის, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე პრეზიდენტის ოფისის წევრები წარმოადგენენ. ამერიკულ დელეგაციაში კი სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი მაიკლ უოლცი არიან. ვრცელი დელეგაცია ჰყავს რუსეთს. მას საერთაშორისო საკითხებში ფედერაციული საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი და უშიშროების სამსახურის დირექტორის მრჩეველი სერგეი ბესედა წარმოადგენენ.